გოჩავანაძე ის პოლიციელია, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაში მზია ამაღლობელის დამკავებლადაა მითითებული. იგივე დღეს სასამართლოს წინაშეც გაიმეორა. თუმცა ვიდეო მასალებში, რომელიც პატიმარი ჟურნალისტის არაერთმა კოლეგამ შემთხვევის ადგილზე გადაიღო, ნათლად ჩანს, რომ მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია პირადად აკავებს. პოლიციის შენობის კედელზე სტიკერის გაკვრის შემდეგ. ამ კადრების სხდომათა დარბაზში ნახვამ მოწმე პოლიციელი დღეს დააბნია. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი მოსამართლეს უსაყვედურეს. It's not must. დაკავების ყალბიოქმი და გაყალბებული ჩვენებები არგუმენტების მხოლოდ ნაწილი არის, გამოც მზია ამაღლობელი და მისი ინტერესების დამცველები ადმინისტრაციული დავის შეწყვეტას მოითხოვენ. მათივე მტკიცებით გაყალბებულია სამართალ დარღვევის ოქმიც, რადგან ჟურნალისტის დაკავების მიზეზად შემთხვევის ადგილზევე ბათუმის პოლიციის უფროსი ჯერ პლაკატების გაკვრას და შენობის იერსახის დამახინჯებას ასახელებდა. მოგვიანებით ეს ბრალი გაქრა და დოკუმენტებში ჩაიწერა, რომ ჟურნალისტი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მზია ამაღლობელი პროცესში დღეს დისტანციურად მონაწილეობდა. პატიმარი ჟურნალისტის და მისი ინტერესების დამცველებიც დღეს მოსამართლის დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ ადმინისტრაციული დავა სრულად გაყალბებულია. ერთადერთი მიზნით დაეკავებინათ მთავრობის კრიტიკოსი ჟურნალისტი. მზია ამაღლობელის პირველი დაკავების საქმის განხილვა დასრულებულია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ ვინმე ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ან რაიმეში ხელი შეუშალა, ის დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ პოლიციას არ ქონდა დაკავების უფლება ამის გამო, მათ გააყალბეს სხვა მტკიცებულებები და სხვა გარემოებები. გვაქვს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო 18 მარტს მიიღებს ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. ეს არის საქმე, რომელიც წინ უძღვოდა ჟურნალისტის მეორედ სისხლის სამართლის მუხლით დაკავების ფაქტს. მზია ამაღლობელის განმარტებით სწორედ პირველი დაკავების დროს მიაყენა ბათუმის პოლიციის უფროსმა მას შეურაცხყოფა. აგინა და შეაფურთხა, რის გამოც პოლიციის შენობიდან გამოსულმა სილა გააწნა. ის ქალბატონები, რომლებიც სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას ყოველგვარი ფაქტების მოყვანის გარეშე ამყარებენ, რა ვიცი, ალბათ აღმოჩნდებიან წლების შემდგომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში დგებუაძესთან, ბესელიასთან, გოჩავანაძესთან ერთად აი ამ შენობის მეორე მხრიდან ალბათ მოუწევთ შემოსვლა, იმიტომ რომ ისინი აუცილებლად კანონის წინაშე აგებენ პასუხს. იმ შემთხვევაში თუ ბათუმის სასამართლო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალ დარღვევის საქმეს შეწყვეტს, ეს ახალ გარემოებად იქცევა მისი საპატიმრო აღკვეთი ღონისძიების გადასახედად, რადგან პატიმრობის მთავარ მიზეზად დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკია მითითებული.